What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriff Steiners war ein Befehl! Dali. See? Yes. Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. ვაშასე, მოგესალმებით ჯგუფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, ჩვენს ტრადიციულ ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც გვია შეშლილი კინოსამყარო, თავადი ლევან ლორტკიპანიძე წარმოგიდგენთ და გლეხი ოთარ-შამათავა დღეს მასპინძლობთ. ნუ რა მასპინძლობა უნდა, ოღონდ არ ვიცი, თვითონ არის ხოლმე მასპინძელი, ძალიან ცნობილ ტელეწამყვანს, ჟურნალისტს, კომენტატორს და ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ჩემ თვალში ის არის კაცი გმირი, იმიტომ რომ რაც ამას დოღების კომენტირებისას გაუძლია ამ ცხენების ვნებათა ღელვისთვის თითო ეთერი ზოგჯერ არის 4-6 საათი. ნუ შეიძლება გაგიჟდეთ. ლევან სალუკვაძე, ვინც არ იცნობს, გაიცანით დანარჩენი მის შესახებ, მის კლავებზე ზერია ყველაფერი, კი დაგვაქვს. თუ რამეა პირველად შეშლილი კინოსამყაროს ისტორიაში გადაცემის მთავარი გმირი, ცნობილი ხელოვანი, ჯაშუში, სპორტსმენი, კრიმინალი ან პოლიტიკოსი კი არა, არამედ ცხენი იქნება. მაგრამ არა ჩვეულებრივი ცხენი, არამედ არაჩვეულებრივი. დღეს მსოფლიო დოღების ისტორიაში ლეგენდარული ულაღის სეკრეტარიატის წარმოუდგენლად საინტერესო ცხოვრების შესახებ გიამბობთ და მის შესახებ გადაღებულ ფილმსაც შემოგთავაზებთ. ეს სპორტული დრამა ჯუმას რომანის ვარსკვლავური ეკრანიზაციის, მამაკაცი რკინის ნიღაბით, გახმაურებული სამხედრო დრამის პერლ ჰარბორის და რაც მთავარია, ოსკაროსანი მამაცი გულის სცენარისტის რენდალ უოლესის გადაღებულია, ხოლო მთავარ როლებს ამ ფილმში ჯონ მალკოვიჩი და დაიან ლეინი თამაშობენ. ამ მართლაც საოცარ ცხენზე სასაუბროთ და ზოგადად სამეფო სპორტის წარმოუდგენელ სამყაროში გზამკვლევად ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ლევან სალუკვაძე მოვიწვიეთ. უკეთეს სტუმარს ამ შემთხვევაში ვერც კი ვინატრებდით. რადგანაც ბატონმა ლევანმა მოძებნა დრო თავის დაკავებულ გრაფიკში, ალავერც მასთან ოღონდ შენი ჩაწოდებით. იმიტომ რომ შენ ხარ გამაღიზიანებელი ამ ხანახან გონია, რომ დოღები ყველა სპორტის სახეობას გირჩევნია. აი, რა არის მისი მთავარი ხიბლი? ნუ პირველ რიგში მე ყოველთვის უყურებ ამ გადაცემას და სულ მინდოდა რომ ოდესმე დამდგარიყო ის მომენტი, როცა აქ მოხვდებოდი და აი ისეთი თემით ვარ, რომელიც ყველაზე ახლოა ჩემთან. ეხლა ესე ცოტა უცნაურად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ეს დოღები არც სპორტია, არც რამე ერთი სფეროა. დოღები არის, რა ვიცი, ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. დოღები არის ცხოვრების სტილი, რა, აი ეს ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან სხვა სფეროში, თავის ამ თვითმაყოფილებას დებენ სასწორზე, ყიდულობენ ცხენებს, შედიან ამ სფეროში და არ არის გარანტირებული, რომ ან ბევრი თანხით, ან სული ყოფნით, რომ შენ მიაღწევ წარმატებებს. იმიტომ რომ ჩვენ სეკრეტარიატზეც ვისაუბრებთ და სხვა ცხენებზეც, დიდი ჩემპიონების ისტორიას თუ გადავხედავთ, რაღაც შემთხვევითობასთან და დაუგეგმავ გამარჯვებებთან მივყავართ. და ესე ამბობენ, როდესაც აი დიდ თანხას ჩადებ შენ და იყიდი ცხენს, დაიქირავებ კარგ წვრთნელს, ნუ ცხენს იყიდი კარგი შთამომავლობის, მოული კარგად, გაიყვან კარგ დოღებში, თან გადაყვები, იმის შანსი რომ არათუ როიალ ასკოტში ან ეპსომში დერბი ან რამე. აი უბრალოდ ერთი დოღი მაინც რომ მოიგოს კარიერაში, ამის შანსი არის 1-200-თან. წარმოიდგინეთ, შეიძლება თანხები ჩაყარო და მაგრამ მთელი მუღამი, ასე ვთქვათ, ამ სფეროში ადამიანების შესვლისა არის ის, რომ ეს გამორჩენის მიზნით არ ხდება როგორც წესი, ეს არის ის საქმე, რომლის კეთებაც გვიხარია. აი, მაგალითად ახლა ბატონ ოთარს თამადობა არასდროს ეშლებოდა და ამიტომ ესეთ პარალელს გავუვებ. კარგი სუფრაზე, კარგად რომ მოილხენ და მე შესაბამისად ანგარიშ მოგართმევენ.
იმ ფულის ამოღებაზე იმ დროსტარების შემდეგ ხო არავინ ფიქრობს, არა ის ფული ხო არ ითვლება ზარალად. ის ყველაფერი არის თქვენ სიამოვნებაში, დროსტარებაში, თქვენი ცხოვრების წესის შესაბამისად დახარჯული. აი ეს როცა შემოვავდა ანგარიში გვერდზე ვიყურებდი. ხო და აი ვინმე მაიდა ჩადო ფული, დახარჯა თანხები და მე რა წააგო მაგის ცხენი და ვერც ერთხელ ვერ მოიგო. იმან რომ ამ წესით იცხოვრა, ურთიერთობა ჰქონდა იქ თავისნაირ სხვა ადამიანებთან და ეს არ არის ყოველთვის მეფე, დედოფალი ან მილიონერი ვინმე ან მილიარდერი. აი, თქვა სადღაც სოფელში გაჭირებულმა ხალხმა რაღაც 100-200 ფუნტი შეკრიბა, იყიდა სადღაც მე 5000-ად რაღაც ცხენი, სინდიკატი ქვია ამათ, მიაბარა მწვრთნელს და იმ ცხენმა მე გაამართლა, არის ეს შემთხვევები, ხო? აი, საიდან და როგორ იწყება საერთოდ დოღის ისტორია? ნუ ხა ცხენები ადრე ძალიან საჭირო ცხოველი იყო და ეხა უცბად ვიტყვი რომ ბევრი ორგანიზაცია ცხოველთა დაცვის გამოდის პროტესტით რომ დოღები აიკრძალოსო ხო და ეხა ვითომ ცხენები ცოდოები არიან რო არ ბენინებო და ცხენი არის გაჩენილი იმიტომ რომ ირბინოს ეხა თაგვებს ეგ არიჭერს და სახს ვერ უდარაჯებს და დოღები რო შეიზღუდოს ფაქტურად ცხენი გადაშენდება იმიტომ რომ ფუნქცია ომებში აღარ არის გადასაადგილებად არა ფაეტონი არა გუთანში ეგარ არის და აი ისე ვის რამდენ ადამიანს ეყოლებოდა თანაწამყვანად ვერ დაისვა ვინმე იტყვის ცირკში და ცირკზეც გამოდიან რომ იქ არის მოსვლა იმ ცირკში როგორც წესი შეუმდგარი დოღის ცხენები მიდიან მე ამ ინდუსტრიაში იმდენი თანხები იხარჯება არა მარტო ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ეხა იაპონიაში დაიწყო, ჰონკონგში და არაბეთი იქ საერთოდ მაგით ცხოვრობენ და ხარჯავენ აურაცხელ თანხაზე. ეს ყველაფერი მარტო იმ იპოდრომის შენებას კი არ ხმარდება. ამ სისხლის გაუმჯობესებას, ცხენების გამრავლებას, გამოცდას. საერთოდ დოღი არის ასე ერთი სიტყვით ვთქვათ, არის ცხენთ გამოცდა. აი, დასაინტერესო რამეა. ხო, ეს არის ცხენთ გამოცდა, რომ თითქოს რაღაცისთვის იცდება, იმიტომ რომ დოღის ცხენი პიკზე არის 3 წლის 4 წლისაც კარგად არის და მე უკვე მიდის კლებით. ნუ არის გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად ასეა და შესაბამისად ახლა ომებში, სასოფლო მეურნეობაში და 1000 სხვა საქმეებში სახში რო იყოლიოთ, გაისეირნოთ თქვენს რანჩოზე ან რამე, უკვე უფროსი ასაკის 6, 7, 8 წლის ცხენები უფრო გამოდგება, კი, ვიდრე ეს ფიცხი 2 წლის ცხენზე ძალიან ფიცხია და მე იქ სწავლობს რაღაცებს. მოგეთ რა ვიცი, მე პირადად ესე ვიტყოდი, რომ ერთი ზედმეტი ცხოვრება არის საჭირო იმისთვის, რომ თლიანად შეიმეცნო და იცხოვრო დოღებით. აი, როგორ გადაიკვეთა შენი და დოღების გზები? ხო, ეს გადაიკვეთა. ეხლა დოღებზე განუყოფელი მომენტი არის ტოტალიზატორი. დოღზე თუ არ არის ტოტალიზატორი, ისე არსად არ ტარდება ეს ცხენდგამოცდა. არის აზარტი. ხო, ეხლა აი მანდ მივდივარ. ეს არ არის მარტო აზარტი. ეხლა უყურეთ, ლუდომანია და რაღაცები ვრცელდება ამ სათამაშო ბიზნესის სხვა სფეროებზე. დოღები, ეხლა ვთქვათ, დედოფალი მოდის და საქვეყნოდ ჩადის ფსონებს. იქ რა ვიცი, ლორდები და დიდგვაროვნები და ესეთი პოლიტიკოსები, ყველა მსახიობები, ყველა. ანუ ეს არ ითვლება სირცხვილად და არ ითვლებიან ესენი ავადმყოფებად, როგორც ხშირად ვიღაცას უნდა წარმოჩენა. ამისთვის არის კიდე სხვა სათამაშო რაღაც ადგილები და სივრცეები, სადაც ესეთი ხალხი შეიძლება იქ იყოს თავმოყრილი. დოღზე რომ მიხვიდე და არ დადო ფსონი, აი ისე ბატონი ოთარის თამადობის დიდ გამოცდილებას, რომ კარგ სუფრაზე რომ მოხვდები და ერთი კაი ჭიქა ღვინო არ დალიო, ხო? ესე იგი, ლოთობასა და ქეიფს შორის ხო არის განსხვავება რა? აი ესეა ჩათვალეთ დოღებზე ტოტალიზატორსა და ლუდომანიას შორის სხვაობა. ეხლა მე როგორ მოხდი? აი კომუნისტებსაც კი როცა ყველანაირი თამაში აკრძალული იყო, დოღებზე ტოტალიზატორი იყო დაშვებული. მამაჩემს უყვარდა ძალიან ეს დოღები, ეხლაც უყვარს, მაგრამ თბილისში აღარ არის სამწუხაროდ. პატარა ვიყავი და გასართობად დავყავდი იპოდრომზე 6-7 წლის ასაკი და არც ერთი დოღი არ გამეცდენია თბილისის იპოდრომზე რაც ჩატარდა. და ვიცოდი ყველა ცხენის დედა, მამა, სიჩქარე, გარბენილი დრო, ტალახში, წვიმაში ვისად იჯდა, როგორ იჯდა, რატო წააგო. ხო და ეხლა მე ხო ბავშვი ვარ, ტოტალიზატორს ვინ მათამაშებდა, ან მამა ჩემი, ან იქ ვინ დამთავრდა ნებას, ხო? და ამიტომ ეს გარბოდა ცხენები
თითო დოხში ხა მამაჩემი ჩადიოდა ფსონებს. მე მქონდა უფლება ერთი ჩემი პროგნოზი მე თქვა მამაჩემისთვის. ანუ არა ეს მოიგებს ან არ მოიგებს რთული, იმიტომ ეს ძალიან მარტივი იყო ჩემთვის ეს ცხენი მოიგებს თუ არ მოიგებს. ვდებდი პირველი, მეორე, მესამე ვინ მოვიდოდა. ზუსტით ან მივდევრობა და მამაჩემს ამას უწერდი ფურცელზე და ის წავიდა და თუ ჩათვლიდა საჭიროდ თავის სახელზე, თავის ფსონებთან ერთად ამასაც ჩავიდოდა. ხოთი მეთევზეები, მონადირეები და იპოდრომზე მოთამაშე ხალხი სულ ესე ტრაბახით რაღაცებს ყვებიან ხა და ამ ვერ გავექცევით ამას და მე ამაყივარ იმით და ეხლა მით უმეტეს ამ თემაზე როცა საუბარო თბილისის იპოდრომის რეკორდსმენი ვარ. იმიტომ რომ მაშინ თბილისის იპოდრომის როგორ იყო ხა ერთი დადებულ მანეთზე იწერებოდა რამდენია მოგება. ანუ ეხლა რო არის თქვა კოეფიციენტი თქვა ვიღაცას 5 უწერია და თუ დადებ მილიონს 5 მილიონს მოიგებ იქ ეგრე კი არა. ყველა დებდა მანეთს ვინც იყო იქა და ამბობდა თავის ვერსიას. და რამდენის გამოიცნობდა ეს მთელი შეგროვილი თანხა იმას გადაეცემოდა. თუ ორი გამოიცნობდა ორზე იყოფოდა და ასე. და ერთ-ერთი დოღის დროს ასე მამაჩემს დაუწერე რაღაც ვარიანტი, წავიდა და იმდენად ეხა არადამაჯერებლად მოეჩვენა რომ იქ რაღაცა ხურდაში მოლარენ ფული ვერ დაუბრუნა თუ რაღაცა უთხრა ერთი წაშალეო და ეს წაშალა. და ის გამართდა ჩემი პროგნოზი და მაშინ ეხა მანეთით 1200 რაღაც 70 მანეთი იყო მოგება და ეს მაშინ ერთი წლის ხელფასი იყო ამის ხო ჩაულებრივი ხო და ამის გამო მე გაუბრაზდი ეხლა ჩემთვის არც ეხლა მაინდამაინც და განსაკუთრებით მაშინ ეს ფულის მომენტი არ იყო უბრალოდ მე გაუბრაზდი იმიტომ რომ ჩემი პროგნოზი გამართდა და ჩვენ ეს ვერ განვახორციელეთ თორე ხა სადღაც არ გენდოს. ხო, აი ხო, რაღაცა და გაუბრაზდი მამაჩემს და ეს შემდეგი ორი კვირა იპოდრომზე ერთად ცხადი რომ დავდიოდით, რომ მეუნებოდა დაწერო, მე არ ვწერდი ჩემს ვარიანტს და ეს გრძელდებოდა ორი კვირა, ჩემთვის სადღაც ჩუმად წერდი და ჩემ თავთან მქონდა შემოწმება, მოვიგებ თუ გამოვიცნობ თუ ვერა. ხო და ბებია ჩემმა გაიგო ეს ამბავი, რომ ასეთი სიტუაცია და ჩემ ბიძაშვილს გამოატანა მაშინდელი 5 მანეთი, რომ წაუღეო ლევონსო იპოდრომზეო, იმიტომ რომ მამამისი არ ელაპარაკება და არ უწერსო და თვითონ ვერ ითამაშებსო და შენ იქ იყავიო ბიძაშვილი სრულწლოვანი იყო. და რო იტყვისო შენ დაუდეო რა ეს 5 მანეთი თითო დოხში თითოს ვამბობდი რა. ხა ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ერთ-ერთმა ჩემმა დადებულმა მთელი იპოდრომის შემოსავლიდან მარტო მე მქონდა ეგ ვარიანტი პირველ მეორე მესამე ცხენების სახელებიც რა თქმა უნდა მახსოვს გრეის ზოზინა ავიეტკა ეს იყო მცირე დერბი თბილისის სახელობის დოღი გამოვიცანი ესე ჩემი ბიძაშვილს ვერ ხვდებოდა ეხლა რომ ეს რაღაც სერიოზულ თან მქონდა მაგრამ გამოიცნო და მე რო ვატყდა ჩოჩქოლი იპოდრომზე და ერთი ამბავი ეს ვის ეკნება ამას ვერავინ არ გამოიცნო და გაირკვე რომ ჩვენ გვაქვს მარტო და 1738 მანეთი იყო ზუსტად მახსოვს და მოგეხსენებათ მილიცია მოვიდა გამოუძახეს რომ ამხელა თანხით ამათი სახში მარტო გაშვება არ შეიძლება და ესეთი სასწაული მოგება მაშინ ვიყავ 12 წლის ნუ ველოსიპედი მიყიდეს კი და დარჩებოდა იქ დარჩებოდა აი თვითონ ეს ფილმი შეროცა ნახე რამდენად კარგად წარმოაჩენს იმ რეალობას რაც ამდენი წელი შენ გინახია ეს ფილმი რა თქმა უნდა წარმოაჩენს რეალობას თუმცა არის მხატვრული რაღაც შელამაზებებიც მაგალითად აი ეს შამი ცხენი და სეკრეტარიატი ვინც იყვნენ დიდი კონკურენტები იქ ცოტა დრამატიზირებულია და გადაჭრებულია მათ შორის პაეკრობა და თითქოს ეს კარგია და ის ცუდია და კვეთრად არის გამი თუმცა ის შამი თავისთავად ღირსეული კონკურენტია ის ცხენი მისი მეპატრონე ხანდახან ბრაზობს მაგრამ იმიტომ ბრაზობს ეხლა გეტყვით მიზეს მე რა თქმა უნდა სეკრეტარიატის მხარეს ვიყავი და მე ვიტყვით კიდე სეკრეტარიატზე ალბათ რაღაც საოცრებებს მაგრამ ეხლა ამ დოხში 3 დოღია ძირითადი ამერიკაში ეს არის კენტაკი დერბი ეს არის პრიკნესი და ეს არის ბელმონტი ანუ დაახლოებით 2 კვირის ინტერვალით ტარდება ზედიზედ და არის სხვადასხვა დისტანციები შესაბამისად
სამივე რომ მოიგოს ერთი და იგივე ცხენმა ხდება იშვიათად. აი სულ 13 ჯერ არის ეს მომხდარი. და სეკრეტარიატს მოგებულია. კი, სეკრეტარიატი არის მე-9, ვინც ეს გააკეთა. მაგრამ ისინი იყო 1912 წელს და 22-ში და რაღაცა. ეს დიდი პაუზა იყო, ხო? კი, თუ ახსენები 27 წელი იყო სეკრეტარიატამდე პაუზა. და ეხლა ბოლოს Justify-ი და American Pharoah მოიგეს, აი ეხლა თანამედროვეობაში, თორე ისე იშვიათია, ძალიან იშვიათია, ხო? აი როგორც ჩოგბურთზე დიდი სლემი რომ მოიგე, ხა რატო ვადარებ? ბალახზეც კაი იყო, თიხაზეც, ჰარძეც ხო შეუძლებელი ერთდროულად. აი იქ ნადალი ჯობნი და ჯოკოვიჩი ფედერერი. და აი ეგ არის და ხო იმ დისტანციაზე ცუდა მოიგო, ამაზეც იმაზეც არ არის ეგრე ადგილი. ხო და ეხლა ამიტომ შამი იყო უფრო ფავორიტი თავიდან რა, ეგონათ რომ შამი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ცხენი იყო შამი. ეხლა ესეთ რამე ცოტა გადავხებ. სამივე, ნუ ყველა ვიცი რომ სეკრეტარიატმა მოიგო, სამივე ვამბობთ ეხლა ფილმი ხო და იმიტომაც არის ლეგენდა. იმიტომაც არის ლეგენდა. სამივე ხო მოიგო სეკრეტარიატმა. ორში აქ ისეთი რეკორდი დამყარებული რომ დღემდე არ არის მოხსნილი. და ერთში დაობენ, იმიტომ რომ წამზომი გაფუჭდა და ვერ დაადგინეს ზუსტად მეათედები რა. რეკრესში ალბათ. ხო, შუაში, ხო. ეხლა რა ხდება? ეს შამ ორდოხში მეორე მოვიდა რა. ერთში გაეჭედა ბოქსში და მაგას დააბრალეს პირველი რაღაც შეტაკება იყო იქ ბოქსიდან გამოსვლის და მეორეში ბრძოლაში მოუგო, მესამეში რაც ხდება მაყურებლის დაუწყების ფანტასტიკა. ხო, ეხლა ამან რომ მოიგო და ორი რეკორდი რომ დაამყარა, სავარაუდოდ ის მე-13 რეკორდია. შამი ხო მეორე დროებს აჩვენებს. სეკრეტარიატი რო არ ყოფილიყო, ისიც რეკორდებია. ისიც რეკორდია. ხო, ანუ ის მეორე დროებია ისტორიაში შამის ნაჩვენები და აი ესეთი ფრაზა არსებობს, რომ როგორი უიღბლო იყო შამი, რომ მაინდა-მაინც სეკრეტარიატის ეპოქაში დაიბადა, თორე ისიც სამაგიდო ერთად რო გაიქცნენ. ეგეც სამაგიდო ლევანი, რა მინდა გითხრა, აი ეს რას ნიშნავს? მე როგორც არიფი გეკითხები ხოლმე, აი რო არის რომ სეკრეტარიატმა შამსო მოუგო 31 აი ეს პირველი დოგი ხო სხეული სიგრძე ხო ახლა უყურეთ როგორ დოგებში უპირატესობა არის როგორ ყველაზე მინიმალური არის ცხვირი, მერე არის თავი, მერე არის კისერი. ანუ თუ ერთ დროში შეხვედი ფოტოფინიშის დროს განსაზღვრავს ცხვირი, მერე თავი და მერე კისერი. მერე მოდის უკვე ნახევარი корпуსი და მერე ერთი корпуსი. რითი მოუგე, ხო უნდა დაიწყოს. და მერე მიდის ორი корпуსი, 3, 4. და ამან 31 корпуსი არის, რომ ის მოსახვევში არ არის ჯერ შემოსული. საერთოდ არ გამოგწეულა. 31 корпуსი ეს საოცრება და თან სეკრეტარიატს რა ქონდა, იცით რომ ცხენი რო გარბის დოგზე რაღაცა მონაკვეთებად ხო არის 500 მეტრებად ან 400-ებად დაყოფილი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფარლონგებია ინგლისში არის რომ შეიძლება თავიდან სტარტი კარგი იყოს მე ცოტა დაისვენოს მე მოუმატოს ბოლოში დაიღალოს ნაკლები სეკრეტარიატს ყველა შემდეგი მონაკვეთი ქონდა უფრო სწრაფი სტარტიდან ხო ჩქარდებოდა რო გაეკიდნენ ესენი გაიგუდნენ ეს ცხენები და უბრალოდ ვეღარ სუნთქავდნენ ისე მოდიან და ეს უმატებდა კიდე. კიდე რა ყოფილიყო მანძილი შეიძლება მოეგო 50 корпуსი. არ დამთავრდება. საოცრება. ეს იყო 73 წელს. ეს არის ნიქსონის პერიოდია პრეზიდენტის. ეხლა ოფიციალური რეიტინგები ამაზე არ ქვეყნდება, მაგრამ არის ეს ინფორმაცია სხვადასხვა ჟურნალები Times-ის იმაზე რა ქვია გარეკანზე ხდება სეკრეტარიატი წარმოიდგინე ალბათ პირველი ცხენია რომელიც მოხდა და შეიძლება სიეცნო იყოს 19 წელი ყოფილა ხო და მოხდა ყველაზე და ნიქსონს ისედაც უოტერგეიტის ამბებია იქა ხან იმართლებს თავს ხან ვერა და ისედაც დაბალი აქვს რეიტინგი და სეკრეტარიატი იმდენად პოპულარულია რომ მთელი ამერიკა ამ ცხენზე საუბრობს და იყო ესეთი საუბარი ალბათ რაღაც არაოფიციალური გამოკითხვებიც იყო ეხლა თეთრი სახლი ხო არ ჩაატარებდა მაგას მაგრამ სეკრეტარიატი გაცილებით წინ იყო პოპულარობით ქვეყანაში ვიდრე პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ ხო სულად ხედავთ ამას თქვენ დოღების წაყვანის დროს და რომ და ეხლა უკვე საბრძოლოდ ვეღარ რომ ინგლისის დედოფალი ელისაბედი იყო გამორჩეული გულშემატკივარი
ეს იყო ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება თუ ის იყო გამონაკლისი თქვა საერთოდ ამბობენ რომ აი დოღები არის სამეფო სპორტია ისე როგორც ჩოგბურთზე ამბობენ იმიტომ ხვდებით რატო ხო იმიტომ შეძლებული ხალხი თამაშობდა ამას თავიდან ხა გაჭირვებული ადამიანი ხა ჩოგბურთს ვერ ითამაშებდა და დოღები საიდან წამოვიდა საერთოდ თავიდან წამოვიდა ჩეიზების ტიპ ჩეიზები და რა იყო ამის ინსპირაცია ნადირობა არის ძალიან გავრცელებული ბრიტანეთში და ცხენები და წევრებით კურდღელზე ძირითადად დადიან და ნადირობენ ხო ასეა ძაღლების დოღიც ეგ არის იქ ელექტრო კურდღელი დარბის და ესენი დაждდევენ წევრები დრო დადიოდნენ ამ სანადიროთ ამ ცხენებით ხო რა თქმა უნდა ხა იქ მოტიტულებული ადგილი არ იყო ხან ბუჩქი შეხვდებოდა ხან ვიღაცის ნაკვეთის პატარა ღობე იყო ხან რაღაც წყალი წინაღობა მდინარე ან რამე და მოითხოვდა მონადირეს და მხედრისგან იქ თანხლებიც ხო ყავდა მარტო მეფე თავის ამალით ხო მიდიოდა მოითხოვდა მაგგან ამ უნარებს რომ ცხენით რაღაცას გადახტომოდა სწრაფად ერბინა გაკიდებოდა კურდღელ წევარს და აი ამ ნადირობაში მე ერთხელ მორჩენ ნადირობას თქვეს რომ მოდიო აი სასახლის ეზოში ვინ პირველი მივა გავიქცეთო ცხენები და გაიქცენ და ეხა ტრასა ხო არ იყო გაკვალული და ვის რაზე მოუხდა გადახტომა და ვის რაზე კაცმარიც ვერ ვიღაცა ხო მოიგო და ეს გახდა ნელა პოპულარული ყოველი ნადირობის მერე გამორბოდნენ და მე იმდენად მოეწონათ რომ ნადირობის გარეშე შევეჯიბროთო და მოიგონეს უკვე ეს რა ქვია წრე და ნადირობდნენ ხო და მე დოღებიც შესაძლოა ფლეტ დოღები სადა დოღები როგორც უწოდებენ რომელიც უფრო პოპულარულია შემოვიდა მე უკვე და აი ეს ბრიტანეთში გაიმართა ეს ლორდებმა ერთ-ერთი ქალიშვილის ქორწილი იყო და იქ მოაწყვეს ეს ეპსომის ოქსი პირველი და იმის მერე მოდის უძველესია ეპსომი თუ 1779 წელს ჩატარდა პირველი და მეორე წელს დერბი და დერბი იმდენად დერბი იყო ერთ-ერთი ლორდის გვარი ქუჩი ჩაყარეს უცლები რა დავარქვათ ამ თავარ ჯილდოსო და ყველა ლორდმა თავის გვარი დაწერა და დიდგვაროვანმა ვინც იქ იყო და ამოვიდა დერბი იორკშირის ის იყო რა ქვია დიდგვაროვანი და რო ამოსაგრაფოს ესა და რო ამოვიდა დერბი და არქვეს იმპრის დერბი და იმდენად პოპულარული გახდა რომ ფეხბურთის მატჩებიც აი გახდა დერბი ხო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სპორტში დაერქვა დერბი და ფეხბურთი ახსენე მე რამოდენიმეჯერ დავინახე მაგალითად ფერგუსონი რომელიც ესწრება ამ დოღებს რა და არა მარტო ჰარი რედნაპია იქ მიკ ჩენონია ძალიან სპორტსმენები კი ტონი პარკერი სუიკ არის ეხლა განსაკუთრებით ფერგუსონი ჩანს იმიტომ რომ ეს კაცი რაც წავიდა მანჩესტერიდან და ის წარუმატებელი ხო ტრიბუნაზე რო განახებ სულ მოღუშული რაღაც მოწეხილი რაღაც მობერებული გვეჩვენება დოღებზე პატარა ბიჭები დახტის სუგაცინებულია ხო და თან წარმატებულია რაც თავარია მან ხა იყო მანჩესტერის ლეგენდა და ლივერპული მანჩესტერის ხო ვიცი დაპირისპირება და ლივერპულში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისა სტრიპლჩეზების ივენთი ხო ეს ფესტივალი და იქ მისმა სამმა ცხენმა სამი დოღი მოიგო და ისე გადაირიეს ეხლა თუ ინტერვიუში თქვა რომ ესე ძალიან რომ მეო ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგე არ გამხარებია ლივერპულში მოიგო ხო აი ლივერპულში მოიგო თავარიესა ძალიან უხარია ძალიან ბედნიერია იქ რო უყურებ ეგეთი ბედნიერი სტადიონზე არ არის და რამოდენიმეჯერ დავინახე ადამიანი რომელიც იყო უსინათლო რომელიც იქ აი რაც ცალკე ფენომენია რა და დოღებს ესწრება ადამიანი ესეთი კარგი ცხენი იყო სტაერი ჩეიზებში პეისლი პარკი და მის არ მახსოვს ეხლა ამ კაცის გვარი უსინათლოა ეს კაცი იყიდა ეს ცხენი და მარტო ეგ არა რამდენიმე ცხენი ყავდა მას და ეს იგებდა თან ეს კაცი რომ მოდიოდა ახლა ცხადია ხა ვერ ხედავდა მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო ტიროდა მე სიხარულით ხო ეს კადრები მაქვს ნანახი რომ უხარია არა მარტო ეს სხვათა შორის აი ამ სეკრეტარიატის ჟოკეი რონ ტორკატი 78 ამ ვინც სუიგებდა 78 წელს დაიმტრვა და დღეს ეს ინვალიდია და ერთ-ერთი დიდი ქველმოქმედება და აქტიური საქმიანობა შეშმოპირების აი ეს პირობებისთვის და დახმარებისთვის სწორედ მისი თაოსნობით ხდება და ამიტომ ხო რისკიანია იქ სპორტი ხა ცხენზე ზის და ტრავმები ხშირია და ამიტომ სახიფათოა და აქედან გამომდინარე ეს მომენტიც არსებობს
სეკრეტარიატი მე როცა აღარ იყო ცოცხალი და არ ვიცი რა ცხენზე გარდაიცვალა უნდა ვთქვა თუ მოკვდა თუ როგორ უნდა ვთქვა ხო და მოკლედ მე მოაწყვის კვლევა ამ ორგანიზმის რომ აი რა იყოს საიდუმლო და 2.5-ჯერ დიდი გული ქონდა ვიდრე ჩვეულებრივ ცხენს 10 კილოსი წონი და მისი გული წარმოიდგენ და შამის სხვათა შორის იყო 1.5-ჯერ დიდი ჩვეულებრივ და მესამე შემთხვევა ვიცი ესეთი ავსტრალიური ცხენი ფარლეპი რომელიც აი ესეთივე ლეგენდა იყო უფრო ადრეულ პერიოდში მასაც ქონდა 6 კილო თუ რაღაც ხო დიდი გული ქონდა მასაც და ეხლა ერთი საინტერესო ამბავი ეხლა ფარლეპი ვახსენე ბევრი ცხენებია ხო ლეგენდები ფრენკელი ფარლეპი აქეთ სეკრეტარი და ბევრი ხო სხვადასხვა პერიოდის და კოვიდი რო იყო და დოღებიო ვერ ჩატარდა რა ეკეთ ეხლა ძალიან გული წყდებოდა ხალხს რა აიკრძალა რაღაც პერიოდი და ემთხვეოდა ამ მნიშვნელოვან გარბენებს და მოიგონეს ესეთი რაღაცა რომ კომპიუტერში თუ ხელოვნურ ინტელექტს თუ რაც არის შეიტანეს ამ 10 საუკეთესო ცხენის მონაცემები დისტანციები რა ირბინა რა მოიგო როგორ ირბინა და ჩაატარეს ეს ვირტუალური დოღი რომელიც გადაიცა პირდაპირ ეთერით ანუ დახატული ცხენები კომპიუტერული გრაფიკით გარბოდნენ და მოიგო სეკრეტარიატმა მართლა ესე იგი ინგლისის დედოფალს განსაკუთრებულად უყვარდა დოღები არა მარტო მას მის წინამორბედ ცხენების დოღებს მნიშვნელოვან დოღებს კინგ ჯორჯ მე-6 კინგ ჯორჯ მე-7 ელიზაბეტის კორონაცია ერთი მეფის ასვლად აღძემა სულ დაახლოებულია ამ სფეროსთან ხო პრინც უელსის პრინცის დოღი და ასე შემდეგ ქვინ ანა ელიზაბეტ ქვინ ანას პრინცი და ასე შემდეგ მოკლედ უყვარდა და ყავდა თავისი ცხენები მიბარებული წვრთნელთან ოღონდ არავით არის ხა ის ხო დედოფლის არა მოგებული დიდი დოღები არა ძალიან იშვიათად იმიტომ რომ უგებდნენ ეხლა იქ არ არის ეგ მომენტი რომ ეხლა მეტი ფული აკან უფრო კარგი თანამდებობა და ამიტომ იმის ცხენა მომიგოს მე ეგეთი რამე არ ხდება ცხენს არ ესმის ხო არც ცხენს არ ჯოყეის და არც იმ საზოგადოებას ვინც იქ არის ხო და დედოფალი აი ყველაზე ისეთი ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ბრიტანეთის ცხოვრებაში იყო ბრექსიტი როცა გამოყოფა არ გამოყოფაზე ევროკავშირიდან დადგა ბევრი მომხრე ყავდა ბევრი არა ერთხელ მიიღეს მერე გააპროტესტეს მერე თავიდან უყარეს კენჭი ისევ გამოვიდნენ და აი ეს პერიოდია და ხო სამეფო ოჯახს ხო სიტყვა ეთქმოდა და პარლამენტში 40 წუთიანი სიტყვა არის ჩანიშნული დედოფლის და გადასცეს დიდი ზარზე იმით რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით ეხლა უნდა 40 წუთი ისაუბროს და მე ხო იცი ამის სიტყვას იმ ხელმისაწვდომობა ქონდა რომ შეიძლება გეოპოლიტიკა იცვლება ევროპაში და ეხლა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ბრიტანეთი რა სიტყვის და გამოვიდა და 7 წუთი ისაუბრა ძალიან მოკლედ და თქვა ეხლა იწყება როიალ ასკოტიო პირველი დღე არისო და მე იქ მაგვიანდებო ამიტომ ეხლა აქ ამისთვის ვერ მოვცდებიო და დიდი ბოდიში და უნდა დაგტოვოთ ანუ ახლა გაცილებით კულტურულად და ისე იყო და დედოფალი მაგრამ აზრი ეს იყო რომ იქ უნდა ვიყო მეო ხო და აი ამიტომ ბრექსიტზე საუბარს და ქვეყნის მნიშვნელობის საკითხი წყდებოდა და არა მე იქ უნდა წავიდეო არის ერთი ეპიზოდი როდესაც წვნელი გლორიანი ადანაშაულებს ჟოკეის მარცხში ერთ-ერთი დოღის მარცხში აი ზოგადად როგორ არის ვისი დამსახურება უფროა გამარჯვება ან ვისი ბრალი უფროა მარცხი თქვა მისი ვინც მართავს თუ მისი ვისაც მართავენ ამ შემთხვევაში ჟოკეის ეს იმიტომაც არის ეს რაღაც საოცარი მოვლენა აი მაგალითად ეხა მანქანაზე როცა ჯდება თქვა ვერსტაპენი ხო ვიცით რომ მასზეა დამოკიდებული მანქანა რკინა რასაც სადაც ეს დააჭერს წავა სადაც შეიძლება გაფუჭდეს არამე და აქ ეხა იმიტოა ესეთი დიდი რაღაც საოცრება და ეს რა ქვია ვერ დაგეგმო წინასა ისიც ცოცხალი ორგანიზმია და ესეც ან ისიც უნდა იყოს კარგ ფორმაში ესეც კარგ ხასიათზე ღამე კარგად ეძინოს კარგი ნაჭამი იყოს უამრავი ნიუანსი თან წენი არის ძალიან სენსიტიური ცხოველი ფიცხი შიშარა ერთგული მათ შორის მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ხო გინახავთ წითელი ისინი უკეთიათ ყურებზე ან თვალები აქვთ ცოტა აფარებული, იმიტომ რომ აი ჩიტის გაფრენამას კი შეიძლება დაახოს და იციან უკვე ცხენები ესე როგორც იქცევი. აქედან გამომდინარე ჟოკეიზეც ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ მით უმეტეს დიდ დისტანციაზე როცა არის დოღი როდის ცხენი ყველა იმდეს ხო ვერ ხვდება რომ თავიდან არ უნდა გაიქცეს ძალები შემოინახოს და ბოლოში დაეწიოს და რაღაცა ეს უნდა აუხსნა ჟოკეიმ იქ არის მომენტები როცა ხანდახან ზედმეტად იჭერს პირიქით გადაწვავს ცხენს უნდა ეს რაღაც ოქროს შოლედი დაიჭეროს თან არ თავიდან არ გაუშვას თან ძალიან არ გადაწვეს მე არის ფინიშები ახლა ვახსენეთ ჩვენ ცხვირი და თავი ეგ არის მილიმეტრებზე საუბარი წარმოიდგინეთ ახლა 2 კილომეტრი და 400 მეტრს რო ირბენ და მილიმეტრი რო გადაგიწყვეტავს ახლა ჟოკეიზე არ არის ვინ 1 მეტრით დაიგვიანა გამოშვება ვინ უფრო ადრე გაიქცა აი ეს ნიუანსები მე მოწდება ხოლმე და იქ წონას აქვს მნიშვნელობა ხო იცი ჟოკეი უნდა იყოს 55 კილო უნდა იყოს ჟოკეი და ძირითადად არ ჭამენ მე ჯანიც ხო უნდა იმხელა ცხენზე როზის და ატარებს ეს არის რა თქმა უნდა ცხენი მაინც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ცხენს მაგრამ კონკრეტულ დოხში როცა რანგით დაახლოებით ერთნაირი ცხენები არიან იქ უკვე ჟოკეი როგორ წარმართავს იმას მნიშვნელობა აგერ სიეტლს სულ იყო ახსენე სეკრეტარიატის მერე კიდევ ერთი ლეგენდარული ცხენია ვინ დავსვათ მასზე რომ საუბრობდნენ მაშინ მე მგონი ჯერი ბეილი ჯერ არ იყო თუ სტივ კოზენი ჯერ არ იყო ის ჟოკეი ისეთი პოპულარული რომ ენდობოდი თვალდახუჭული და მე პატრონემ ასეთი რამე კითხავ მწვრთნელს არის კი ეს ისეთი პიროვნება რომელიც წუთნახევარში საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებსო ანუ თუ 2 წუთნახევარში ანუ შეუძლიაო რომ 2 წუთნახევარი ისე გაძლოს რომ დიდი შეცდომა ანუ რა თქმა უნდა ჟოკეის დიდი ხა ჩვენ ცხენებზე ვსაუბრობთ დღეს თორე ხა უამრავი ლესტერ პიგოტი არის ლეგენდა ჟოკეი ფრენკი დეტორი აგერ თანამედროვე ხალხმა იცის ახლა რაიან მური დარჩა და უამრავი მე ყველა ცხენი ყველა ჟოკეის არღებულობს ხო იქ შეგუება უნდა იყოს ქიმია უნდა იყოს ის ვარჯიშშეც მიდის ზოგი ჯდება მე სუნი ადამიანი ბრძნოს ზოგი ცხენი კიცხიროა და ისე დაუოკებელი ცოტა ძალაც უნდა აბრძნობინე თან უნდა მოეფერო მოკლედ თელი ის არის რა აკადემია ამათი ურთიერთობა და აი ნეიბლი იყო ეს 11 პირველი ჯგუფის დოღი მოიგო 2 ტრიუმფალური თაღი და რა ვიცი სამჯერ კინგ ჯორჯი ესეთი რამეები დასაწყები არავის არ უქმნია და მოკლედ თან ფაშატი იყო და დეტორი ჭენობდა მასზე გოზდენის ცხენი იყო და აი გამორჩეულად ეხლა ძლიერი რო იყო იმიტომ კი არა სხვა ცხენი შეიძლება ძლიერი იყოს და ვერ იმორჩილებდა ცხენს ამაზე მოყვა გოზდენი ყובה წვრთნელი რომ ცხენსო ესე ვარჯიში უხაროდესო მარტო დოღი კი არა აი დილას ხო 5 საათზე დგებიან და 6-ზე თუ რაღაცა არ ბენინებენ რომ ფორმაში იყოს და ალბათ არ უყვართ ეხლა ცხენებს სანამ ყაზმავ სანამ გაიყო ნუ აი ეს კონტროლშით მოდიოდა რომ იცოდა რომ სავარჯიშოდ მიყავდაო ეგეთი შრომელი და მოყვარული ამისიო და დოღის დროსო დეტორიმ თქვა რომ აი ეს რასაწყები დავიჭირო გაუშო იყო დოღებიო რომ არ ვიცოდიო რომელი მეთოდით უნდა მომეგოო და ავდექიო და მივენდეო და თვითონ გააკეთა ყველაფერიო რომ ეხა არ გაიქცა ბოლოში გაიქცა და რაღაც ესეთი ამბები მოაწყო ინფორმაციას უკითხულობ სეკრეტარიატზე ხაზგასმული არის რომ მას ყავდა საოცარი წინაპრები ხო მამა დედა ორივე ეხა გეტყვი მე ხო ეხა გეტყვი ყველაზე კარგად ჯერ მასეა ნათქვამი და ყველაზე კარგად კვიცი გვარზე ხტისო არის დოღებზე იმიტომ რომ ესე კარგად სისხლი სხვა პრეცედენტი რომ გადადიოდეს და იყოს მნიშვნელოვანი არ არის ცხენზე როგორც გადადის იმიტომ რომ აი როგორი რაღაცას გეტყვით იცი აი ამის გაწვიმდა და თანაბარი ცხენები არიან ჩახედავ და ამის ბაბუას წვიმაში მოგებული აქვს დერბი ერთი ცხენის აი ახლა წვიმა ხვის ბაბუას არა აქვს წვიმაში დიდი შანსია და დიდი ალბათობით მოიგებს ხო აი რამდენად წარმატებული იმას აკეთებ დიდ დისტანციაზე რახა მამა გარბოდა ესეც ირბენს და მამა მართლა რაღაცა რამოდენიმე დოღის გამარჯვებული იყო მაგრამ სეკრეტარიატმა დაჭრდილა სხვათა შორის თავის შთამომავლების
ცნობილია, რომ ასტრონომიული თანხები აქვს რა ცხენი და მისი მოვლა კიდე ასევე საოცარი სოლიდური თანხები აქვს. არადა საკმარისი ასპარეზობა დაასრულოს ცხენი ან ვეღარ გამრავლდეს მას არა არკლავენ როცა დაინტრევა სხვა შემთხვევაში ესეა მე რა თქმა უნდა ამასაც ვერ ვეგუები მაგრამ ხო არის მაინტერესებს ეგრე ძაღლებსაც ხო აძინებენ არა დაავადდება და გადაადგილდება თორე ანუ ესე არ აძინებენ აი როცა ფეხს მოიტეხს და სიარული აღარ შეუძლია იმიტომ რომ როგორც მე ვიცი მე მისი არსებობა ხდება ტანჯვა რომ ფეხზე ვერ დგება რაღაც არ ვითარდება და რაღაცა მიმართა თორე ისე დანებების მე არ კლავენ ცხენებს პირიქით ეხლა გეტყვი მე აი ეს წარმოება ცხენის ხო ხდება გამარჯვებული ცხენები მიდიან წარმოებლად და მათთან აი თქვათ სიტყვაზე გალილეო ხო ესეთი ცხენი იყო და ეხლა არის მისი შვილები და შვილთა შვილები და ისინი დარბიან აი ესეთი ცხენთან შეაჯვა რომ შენი ფაშატი მიიყვანო ღირს თქვა 50000-დან 350,000 შეიძლება 400 ღირდეს ერთი ანუ შენ ფაშატს მიიყვან და ამ შენ ფაშატს გაუჩნდება გალილეოს შვილი აი ეს არის უკვე ეხა ეს გალილეო ადამიანს რო გადაუხადენ თქვა ადამიანებსაც ხო უხთიან ბატონო და იცი თქვენ ეგამბები რომ ეგეთი პრეცედენტებიც ხდება ულაყები უფრო წარმატებულები არიან თუ ულაყები თუმცა დიდი ვაშატები აი ინეიბლი რო ახსენეთ ყველაზე მეტი პირველი ჯგუფის დოღი მოიგო და ხა შესაბამისად ისეთი დოღები მოიგო არის დოღები რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ფაშატებისთვის და არის საერთო მარტო ულაყებისთვის არ არის იმიტომ რომ ხა ხო ხდები ხა ფაშატს თუ უნდა გამოვა ულაყთან და ულაყი ფაშატთან ვერ გამოვა აი ვირტუალური დოღიო მოიგო სეკრეტარიატმა შენი გული რომელმაც ხელმა მოიგო ვინ არის შენი საყვარელი ნუ ეხლა იცი როგორ არის აი როგორც სიტყვაზე პელე დი სტეფანო მარადონა კროიფი ხო მოვყვებით მესი რონალდო ეხლა ჩემი ეპოქის საყვარელი ცხენი არის ინეიბლი იმიტომ რომ მე ამ ცხენის თავიდან ბოლომდე სრული კარიერა ვნახე Enable, the girl with that glittering CV. She's the best filly I've ever trained. She just seems to be getting better and better. And it is Enable who is out in front. Here she comes. Electric, elegant, Enable. Enable, the Queen of Europe. The Oaks goes to Enable. Racing royalty. The Arc winner is the Breeders' Cup Turf winner too. She is wonderful. Enable joins the pantheon of greats. Enable has it won, allowed to stay in training, the maker of so many memories, wins the Yorkshire Oaks for the second time. სეკრეტარიატიც ვიცი, Black Caviar-იც ვიცი, Dubai Millennium-იც, ესენი დოღებიც მაქვს ნანახი, როგორც პელეს თამაშები მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემთვის ახლა მარადონა უფრო დიდი ფეხბურთელი ვიდრე პელე. შეიძლება იმ დროს რომ ეცხოვრო პელე უფრო მეტი ყოფილიყო. ჩვენი შვილების თაობა იტყვის რომ მესი უფრო მაგარი იყო ან რონალდო მარადონაზე და ეს ჩვეულებრივი მამცხოვრეული მამჩე იყო და მიშა მესხო. ხო, რა თქმა უნდა. და ეხანდელი შვილი იტყვის კვარაცხელია. ხო, აი ეს ხო, ეს არის თაობებს თავისი კერპები ყავთ და აი ჩვეულებრივი ამბავი არც შენ უნდა გაბრაზდე და უმტკიცო რომ არაშვილო მესხიჯობდა კვარაცხელიასო და არც იმან უნდა გითხრას რევს იგონებ ის მესხი ამესხიო. ეს არის ჩვეულებრივი ეპოქა. ისევე როგორც ეხლა რა ვიცი მე მოცარტი რო დღეს დაბადებულიყო ვერ დაუკრავდა და ამ ელექტრომუსიკას ვერ გაიგებდა თუ ამიტომ ლევანმა რომ გააკეთოს ფსონი კარცხენზე ჯერ უნდა ამ ჭიქითი მოგემოს შესაბამისი სასმელი გაიხსენოს და მე უკვე თავისუფალი ხარ ეს თქვენ გეკუთვნით ეს ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის ძალიან საინტერესო მონათხრობისთვის ემოციებისთვის და ჩვენ საბრეშუმის ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ამ ბატონ ლევანის მონათხრობს ლევანის ჩემი ერთობლივად მოყვება ფილმი რომელსაც ჰქვია სეკრეტარიატ ანუ ჩემპიონი რეალურად მიიღებთ დიდ სიამოვნებას გამოკვეთილად აი დაიჭამთ ნებელს ფინალში კი ნამდვილად როგორც დიდი სიამოვნება მივიღე პირადად მე თქვენთან ამ საუბრით ასევე ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა რომ ეს ყველაფერი სადღაც გამომათქმევინა დიდი მადლობა ბატონ ლევან ყველაფრისთვის შევხვდებით კვლავ შეშილ სამყაროში აბა What a mind
What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriff Steiners war ein Befehl! Dali. See? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done.